ფეხბურთის თამაში პირველად როგორც ყველა პატარა ბავშვი ქუჩაში დავიწყე რა. მეგობრებთან ერთად, ჩემს უბნელებთან ერთად და მაგის შემდეგ უკვე გადავედი გუნდში. მივედი გუნდში. გუნდში მიმიყვანა მამა ჩემმა. ჯერ 9-9-ზე თამაშობდი როგორც ყველა პატარა ბავშვი და შემდეგ უკვე გადავედი დიდ ფეხბურთზე 11-11. 9-9-ზე დიდი ხანი არ მომიწია, დაახლოებით 2 წელი რა ეგრე. და შემდეგ გადავედი უკვე დიდ ფეხბურთში. მოკლედ ამ გუნდში მოვედი სეზონის დასაწყისში და როდესაც გავიგე რომ ესეთი ამბიციური გუნდი იყო და უნდა მესამე ლიგაში გადასვლა, მინდოდა რომ გუნდს რაღაცით მეც დავხმარო. გუნდში როდესაც მოვედი დამხვდა, რავი, კარგი სიტუაცია, იყვნენ გამოცდილი ფეხბურთელები და ამ გამოცდილ ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი რამე მასწავლეს და ამ გუნდში დიდი გამოცდილება მივიღე ამ 9 წლის განმავლობაში. როდესაც გუნდში მოვედი, იყო ძალიან კარგი განწყობა. გუნდში ფეხბურთელები ძახდნენ ძალიან კარგად. ამ გუნდში ყველა ფეხბურთელი თითქმის დიდი ფეხბურთი აქვს რა ნათამაშები რა ყველა ფეხბურთელს და მათი გამოცდილება მე პირადად ძალიან დამეხმარა, რადგან ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამე არ მქონდა ნანახი დიდ ფეხბურთში. და დამეხმარენ ჩვენ გუნდელები, რადგან უფრო გაძლიერებული ყავი და მიმეღო ის გამოცდილება, რაც არ მიმიღია აქამდე, თუნდაც ასაკობრივში, U19-ში, U17-ში და სხვა ასაკობრივებში. და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ გუნდელებს და არაგველებს, რადგან მომცა ძალიან დიდი გამოცდილება, თუნდაც ლიგა 4-ში. და ვთვლი მე რომ ძალიან კარგი გუნდია განსარვითარებლად და რომ მიაღწიო შენ წარმატებებს. თავიდან ყველა ვერ მივა დაუშვათ ლიგა 1-მდე, ლიგა 2-მდე, ყველა უნდა დაიწყოს დაბალი ლიგიდან და ვთვლი რომ ამ გუნდს ის აქვს, რომ გადავიდეს ლიგა 3-ში, ლიგა 2-ში და შემდეგ იბრძოლოს ლიგა 1-ისთვისაც. პირველი წრე რავი, მე მგონი კარგი იყო, მაგრამ ვთვლი რომ უფრო კარგი შემიძლია და ვთვლი რომ მეტი გოლის გატანა და გუნდის დახმარება უფრო შემიძლია ვიდრე ეხლა. გუნდის ბომბარდი კი ვარ, მაგრამ ვთვლი რომ უფრო მეტი გოლი უნდა მქონდეს და გუნდს უფრო უნდა ვეხმარებოდე. ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო და უფრო მეტი გოლი გავიტანო. ჩემთვის რავი, ალბათ ტორპედოს თამაში იყო ყველაზე გამორჩეული, რადგან გოლი გავიტანე და თვითონ რა, ანუ გუნდმა ისე ითამაშა, რომ აი ძალიან ერთმოსად იყავით შეკრულები და რავი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვიგო და მოვიგეთ კიდევ ეს თამაში. ფეხბურთის თამაში დავიწყე, რავი, ჩემთვის გვიან 13 წლის ასაკში. მანამდე თამაშობდი ქუჩაში, როგორც ყველა პატარა ბავშვი და ქუჩი და შემიყვარდა რა ფეხბურთი რა. და როდესაც გადავედი უკვე პროფესიონალურ დონეზე, არა, უფრო სამოყვარულო დონეზე, მე უკვე მივხვდი რა ფეხბურთი ჩემთვის რა არის რა. და ფეხბურთის გარეშე რავი, ცხოვრება თითქმის არ შემილია და ფეხბურთი რო არ იყოს, ბევრი რამე ისე არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც დღესდღეობით არის. დღევანდელობას რო დავუბრუნდეთ, ჯერ ჩვენი გუნდის მიზანი ის არის, რომ გადავიდეთ ლიგა 3-ში და მე ჩემი პირადი მიზანი არის, რომ ლიგა 3-დან განვითარდე და ავიდე ლიგა 2-ში, ლიგა 1-ში და უფრო კარგ გუნდებში ვითამაშო რა. არაგველები ჩემთვის კარგი გუნდია, უბრალოდ მე უფრო დიდ მიზნებზე ვფიქრობ და მინდა უცხოეთში წავიდე, უცხოეთში ვითამაშო. ჩემთვის მაგალითად ყველაზე ესეთი გამორჩეული ფეხბურთელი დღესდღეობით კვარაცხელია, რადგან მან რასაც მიაღწია ქართულ დონეზე და თუნდაც მსოფლიო დონეზე, ეს რავი, ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველებისთვის და ძალიან დიდი мотиваცია პატარებისთვის რა, ჩვენთვის რა, ასაკით პატარებისთვის და თლიანად საქართველოსთვის რა, დიდი мотиваცია, რადგან ავიდეთ იმ წვერვალებზე, როგორც კვარაცხელი ავიდა და როგორც ჩვენი ნაკრების ნებისმიერი ფეხბურთელი. ჩემი კარიერა, რავი, ჩემი აზრით მაშინ იქნება მაგარი და ხალხისთვისაც დასამახსოვრებელი მაშინ იქნება, აი რა, ჩემი აზრით რა, როდესაც თუნდაც ჩემპიონთა ლიგას ვითამაშებ და საქართველოს გავიყვან მსოფლიო ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ.